ულებრივმა ქალბატონმა გადაწყვეტილება მივიღეთ. აქედან როგორც კი გავალთ, მე და დამლა დავქორწინდებით. ძმაო, რას ამობლევენთ? დამლა? რას ამობლევენთ? არა მსგავსი არაფერია. ქორწინება ამას თამაში გონია. მე ვქორწინდები, შენი ქორწინება კი კატასტროფაა. ნუ მაიძულებ ყველაფერი ვთქვა. არაფერი თქვა. ლევენ, საჭირო არ არის. დამლა, შენ თქვი, რას ამბობს? ძმაო, ხუმრობს. ეს ხუმრობაა? ხო, ეს ხუმლავენთია. არიცნო? ანუ დაქორწინებას არ აპირებთ? მსგავსი არაფერია. თუ ეს შეხვედრა საიდუმლოდ დარჩება და იმედია მშობლები ვერ გაიგებენ, კარგი იქნება. ვიხუმრეთ. ვიხუმრეთ? ხო. არასწორად გამიგე. ბეჭედიც კი ვიყიდე. რა? ლევენთ. ბეჭედი დამლასთვის. დამლასთვის. ახლა შემიძლია მუხლებზე დავდგე, მაგრამ სუფრასთან ხალხი ბევრია. ხო მართალი ვარ ფიქრეთ? მართალი ხარ ლევენთ? ძმაო, შენ დაეჩვენო ქორწილმა მშვიდად ჩაიაროს. არანაირი თავდასხმა. დაეჩვენს თავზე ტყვიებმა არ გადაიფრინონ. მინდა ჩვენი მოწმეები ზეინეფი და ჰალილ იბრაჰიმი იყვნენ. რას ფიქრობთ? ლევენთ, მე და ჰალილ იბრაჰიმი მოხარული ვარ ჩემი დაქორწინებით, მაგრამ უმჯობესი იქნება უფრო შესაფერის მოწმეებს თუ იპოვი. ასე არ არის? მართალი ხარ, მართალი. კარგი იქნება თუ რაღაც პერიოდი ქორწინების რეგისტრაცია არ მოხდება. ნუ რა მინდა ზრალდება, ასე უკეთესი იქნება. მეც ასე ვფიქრობ. მართალია. ბეჭედი ნაადრევად გიყიდია. მაგრამ იავუზის ოჯახი საქმის კურსია. ვფიქრობ პრობლემა არ იქნება. მე ვფიქრობ რომ იქნება და აიშე. იქნება, მაგრამ მოდით ამ არაჩვეულებრივ გარემოს ნუ გავაფუჭებთ. ლევენტს მერე დაველაპარაკები და ყველაფერს მოვაგვარებთ. არა ლევენტ, დავილაპარაკებთ და მოვაგვარებთ, მაგრამ ფრთხილად ვიყოთ, ხომ ასეა? აჯობებს თუ იარაღის გარეშე დავილაპარაკებთ. მე მგონი მეთანხმებით, არა? კარგი, ძალიან ნუ გავაჯანჯლებთ დამლა, შენი ლამაზი ხელი მომაწოდე. ვიცი. მომისმინე, თუ გინდა აქედან პირდაპირ ბათუმში წავიდეთ, ხორცილი იქ გადავიხადოთ, სიგიჟეები ჩავიდინოთ. რატომ ჩქარობ? ერთმანეთს ხომ ვიცნობთ? საკმარისია. ძმაო ლევენთ, რატომ ჩქარობ? გეშინია რომ გადაიფიქრებთ თუ ერთმანეთს უფრო ახლოს გაიცნობთ? ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ. მერე რა მოხდა? იქნებ უარიც ვთქვა, ვინ იცის? შესაძლებელია. რა არ შეიძლება? ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი. გმადლობ. ხო. რა თქმა უნდა. გმადლობ. Mama. Damla. Dadzakit. Dajčiret. Akib. სასრაფო დახმარება გამოიძახეთ. Akib, შემომხედე, შვილო. Akib, შემომხედე. Akib. შვილო.
შემოდი. მეთაურო, დავუთის დაწესებულებაში სროლა მოხდა, გარდაცვლილია 2 ადამიანი. ვინ არის გარდაცვლილი? იმ დაწესებულებაში არასდროს მომხდარა მსგავსი რამ. მეთაურო, თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, თამაში ილმაზი უნდა იყოს გარეული, თორემ ეს არ მოხდებოდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი ჰალილ იბრაჰიმი და ლეტოს ოჯახიც იქ იყო. მიდი, წავიდეთ. მეთაურო, პროკურორი მოვიდა. კარგი, თქვენ ქვემოთ ჩადით, მე სიტუაციას ავუხსნი და მოვალ. როგორც გვიბრძანებთ? რა ხდება, რა ამბავია ოღუს? სროლის თაობაზე შეტყობინება მივიღეთ, ადგილზე მივდივართ, 2 გარდაცვლილია. კარგი, ბიჭები წავიდნენ, შენთან სალაპარაკო მაქვს. ალიჯან, მოემზადეთ, დაველაპარაკებთ და მოვალ. უფროსი ლეიტენანტი არ წამოვა, ალიჯან. სიტუაციაში კარგად გაერკვიეთ. როგორც იტყვით? უფროსო, რამე პრობლემაა? არის ოღუს, არის. მოდი, დაჯექი, მოდი. დღეს დილიდან ჩემს წინ შენთან დაკავშირებული ფაილები დევს. რა სახის, ეფენდი? შენი ქონება მიმდინარე ანგარიშები. ეფენდი, ის რაც ჩამოთვალეთ საქმესთან არანაირ კავშირში არ არის. მაგრამ დოსიე, რომელიც გამომიგზავნეს საწინააღმდეგო სამტკიცებს. როგორც აღმოჩნდა, ოფშორში $500,000 ანგარიში გაქვს. ბატონო, არანაირი ანგარიში არ მაქვს, გარდა იმ ანგარიშისა, რომელზეც ხელფასი მერიცხება. განცხადების თანახმად ილმაზ მარტენის საავადმყოფოდან გაქცევა შენ დაგეკმე. ეს $500,000 სწორედ ამის სანაცვლოდ მიიღე. ეს ცილისწამებაა, პროკურორო, ამას ვინ დაიჯერებს? ვიცი, რომ ცილისწამება, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ შენ წინააღმდეგ საქმის აღძვრისთვის ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს. გესმის? ანუ? სანამ შენამდე გათავისუფლების საბუთი მოვა, მინდა დავილაპარაკოთ. ანუ გამათავისუფლეს. სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, ხო? კარგია ეს იმ ადამიანისგან რომ გავიგე, რომელიც მენდობა, ბატონო. გმადლობ. მეჰმედ ალიშვილის სიკვდილთან რამე გაკავშირებს, მამა? გიპასუხებდი, მაკავშირებს. მეთქი თუ იტყოდი, რომ მეჰმედ ალი მოკვდა, მაგრამ ბავშვის სიკვდილთან არაფერი მაკავშირებს. არავის შვილის სიკვდილი არ მინდა, მათ შორის არც ჩემი შვილის, გესმის? არც ჩემი შვილის. კვლელი გამოგზავნე მაგიდასთან, სადაც შენი ვაჟი, ქალიშვილი, რძალი და სიძე ისხდნენ. და თან ამბობ, მეჰმედ ალი თუ არ მოკვდა, სხვა არაფერი მაინტერესებსო. ფიქრე, ჩემგან რასელოდი. ჩემგან რასელოდი. ჩემ ზურგს უკან საქმეებს ხლართავ, მერე მიდიხარ და სადღაც აღნიშნავ. ამაზე რეაქცია არ უნდა მქონოდა, რა? შემომხედე, შემდეგში სამიზნე შენ იქნები. თუ ოჯახს ყველაზე მაღლა არ დააყენებ, ყველაზე მაღლა, გესმის? შემდეგი სამიზნე შენ იქნები. განადგურდები. ეს არ დაგავიწყდეს. განადგურდები. ოჩახ, მამა შვილს მოკლით დაემუქრა. შენ მამა ჩემი ხარ. მუქარას მუქარით არ ვუპასუხებ. გააკეთე რაც გინდა. მაგრამ გაითვალისწინე. ამიერიდან ჩემთვის აღარ არსებობ. ბიძია, მეგობრებო, თუ დავუთი საქმის კურსში არ იყო, იქ ვინ შემოვიდოდა და სროლას ვინატეხდა. ამ კითხვაზე მიპასუხეთ. ძმა მეჰმედ ალიშვილი მოუკვდა დავუთს და მის ოჯახს, ამის გამო პასუხს აგებინებს. კაცმა შვილი დაკარგა, პასუხი რისთვის უნდა აგებინოს თურან? დავუთს რომ პასუხის გაცემა აიძულო, ის თქვენ დაგადანაშაულებთ.
გეტყვით ჩემს დაწესებულებაში რატომ შეიკრიბეთო? რა მშვენიერია. იქ იარაღიანი ხალხი ილმაზ მარტენმა გამოგზავნა, ჩვენი მოკლა უბძანა. იქ უიარაღოდ ვისხედით და ამ ყველაფერში დამნაშავე მაინც ჩვენ ვართ? მერთო ჩემო. და უთმა რა თქვა ძმაო იუსუფ, გითხრათ როგორც იყო თუ შევარბილო. შენი აზრით აქ შემსუბუქებული ფორმა ვინმე საინტერესებს, მოყევი როგორც იყო. კარგი. კარგი. მან თქვა ჰალილ იბრაჰიმი ჩემი დონის არ არის. რამდენჯერაც ჩემს დაწესებულებაში მოვა, იმდენჯერ რაღაცას აწყობს. გუშინაც მოვიდა 1000 სისულელე თქვა რომ ადგილი სადაც იმყოფება მას ეკუთვნის. ჯერ წავიდეს და ჩემს ძმას პატიებას თხოვოს, მერე მოვიდეს და ხელზე მაკოცოსო დაამატა. დაუთის ძმა სად არის? წავიდეთ და პატიება ვთხოვოთ. წავიდეთ. მეგონა გაბრაზდებოდი საქმე დაუსრულებელი რომ დარჩა. ზოგჯერ დაუსრულებელი საქმე სჯობს დასრულებულ საქან. ეგ როგორ? მეჰმედ ალის შვილი მოუკვდა, რიზვანის შვილს წაეკიდა. ჰალილ იბრაჰიმი აუცილებლად წავა დაუთთან, რათა პასუხი მოსთხოვოს. პოლიციის უფროსი ამ საქმეში ვერაფერს იზამს. მეტი რაღა გინდა ჰაკან. გემრიელად მიირთვი. ჯენგიზ ბეიმ შესვლის უფლება მხოლოდ ჰალილ იბრაჰიმს და ფიქრეთ ლეტოს მისცა, რათა ბოდიში მოიხადონ. რა თქმა უნდა, ჩვენი სიტყვა საკმარისი იქნება. თუ იარაღი გაქვთ, დატოვეთ. ეუს, რა, საბარგულში ხელყუმბარის მსგავსი რამ გვაქვს? ისინი ბოდიშს არ მოიხდიან. დამიჯერე, ლემენტ მართლა ფიქრობ, რომ ბოდიშს მოვიხდით? თუ შენი მორიგი სულელური ხუმრობაა, რა ხუმრობა არ ხუმრობ? ვერ ხედავ რა ადგილია? აქ როგორ შეიძლება ხუმრობის ხასიათზე იყო? ლემენტ ნუ გეშინია, შეგიძლია რომელიმე მანქანის საბარგულში დაიმალო? ხო, ძალიან მეშინია. შარვალში ვიფსამ. რისი უნდა მეშინოდეს? მაღლებს გეშინოდეთ ჰაერში რომ ისროლონ, რომელიმეს მოკვდებათ. ბატონებო, თუ საუბარი დაასრულეთ, დავიშალოთ. თუ შიგნიდან ხმები გამოვა, მზად ვიყოთ. მიდით. კარგი. ციხესიმაგრეს გავს. ყუმბარასაც კი ვერ შეაგდებ. ხელები ასე. შემოდი. მოვიდნენ ძმაო. შემოიყვანე. შემოდი, ბიქო, შემოდი. შემოდი, დასხედით.
ეს ჰალილ იბრაჰიმია? ჰალილ იბრაჰიმ, გაიცანი. ეს დაუთის ძმა ჯენგიზი. მას კარგი ოჯახი ჰყავს, მაგრამ ხომ იცი, ყველა ოჯახში თავისებური სიბინძურია. ხომ გესმის? სიბინძურე? ისმინეთ ძმებო. ჩემმა ძმამ მითხრა, ბიჭები მოვლენ. როგორც წესიერ ადამიანებს შეეფერებათ, ბოდიშს მოიხდიან და წავლენო. თქვენის ხალხი არ ხართ, ვისთანაც დიალოგს გაუმართავ. ნორმალურ სიტუაციაში არ ჩენხარ ის ადამიანი, ვისთანაც სალაპარაკოდ მოვიდოდით. ჩვენ დაუთთან გვინდოდა ლაპარაკი, მაგრამ გვითხრა, ჯერ ჩემს ძმასთან მოაგვარეთო. აქ ამიტომაც მოვედით. სწორედ ამიტომ. რას ამბობს ფიქო? საქმის მოგვარებაში რას გულისხმობს? ამბობს, რომ თქვენს დაწესებულებაში ჩვენს მეგობარს ახალგაზრდა შვილი მოუკლეს. კაცობა გამოიჩინე და თანაგრძნობა გამოხატეო. თქვი, ამ საქმესთან არაფერი გაკავშირებს, მაგრამ ასე უბრალოდ არ დავტოვებთ. მომხდარზე პასუხისმგებლობას ავიღებთო. ამასთან დაკავშირებით რამე გითხარი? მოგისმენთ. მერე შენი ძმისგან გვინდოდა იგივე სიტყვების მოსმენა, ამიტომ იქნებ დაუთთან წავსულიყავით. რას ამბობ შვილო? თავი ვინ გონიათ? შენ ვინ გონია შენი თავი? დადიხარ და გაიძახი ადგილი, სადაც ვარ, მე მეკუთვნისო. თავი ვინ გონია? ვინ ხართ? საერთოდ ვინ ხართ? დიდარ ბიჭებში ხომ არ გერევით? ვინც იარაღს ყიდის, მაგრამ სროლა არ ეხერხება. მათში გერევით? ადექით და გადით აქედან. გადით. შემოდით აქედან გაიყვანეთ. ადექით. ადექი. ადექით. ადექი. მიდი. მიდი. დაუთს დაურეკე. დაუთს დაურეკე. გითხარი დაურეკე მეთქი. კარგი. კარგი, კარგი. 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 დაუთ, ჰალილ იბრაჰიმი ვარ. შენ ძმას ჯენგის ველაპარაკე. ბოდიში მოუხადე. უნდა რომ შენც მოისმინო. ამიტომ დაგირეკა. შენთანაც მოვალ დაუთ. შენთანაც მოვალ. დაუთ, მე ჰალილ იბრაჰიმი ვარ. შენს ძმასთან ვარ. ბოდიში მოუხადე. მითხრა ჩემმა ძმამაც გაიგონოსო, ამიტომ დაგირეკე. გასაგებია. შვიდად.
გააღე. შიგნით რამდენი ადამიანია? ერთი და მინახე, არ ვიცი რამდენი არიან. გააღე. ფრთხილად. კარგი, დამიცავით. ფრთხილად იყავი. კარგი. მიდი. წავიდე. იქ სამი კაცია. ფრთხილად იყავით. კარგად ხართ? კარგად ვართ, ჰალილ. მაგრამ ძალიან კარგად მოუხადეთ ბოდიში. კარგი, წავედით. წავედით. ოჩახ, წავედით. გონი დაბრუნდნენ. კაპიტანი ოღუზია. იმედი არაფერი მომხდარა. გიჯებო, ჰალილ იბრაჰიმის სახლშია? არა, კაპიტანო, სახლში არ არის. რამე პრობლემაა? არა, მინდოდა რაღაც მეკითხა. როცა მოვა ვეტყვით რომ იყავით. კარგი. ღამემშვიდობის. საღამომშვიდობისა. გამარჯობა. ყველაფერი რიგზია? რამე ხომ არ მოხდა? არა, ზეინეფანიმ, ჰალილ იბრაჰიმთან საუბარი მინდოდა, მაგრამ სახლში არ არის. მალე დაბრუნდება. გთხოვთ მოგბრძანდით, ყავას მოგიმზადებთ. არა, გმადლობ, ნუ შეწუხდებით. რას ამბობთ, რა შეწუხებაა? გთხოვთ, მოგბრძანდით. კარგი. როცა დაგინახეთ, შეგვეშინდა. ვიფიქრეთ, რამე პრობლემა იყო. ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ეს ხომ ჰალილ იბრაჰიმი არასდროს იცი, რას უნდა ელოდე. როგორი ყავა გირჩევნიათ? თურქული. ახლავე. გმადლობ. ნორმალურად მადლობაც ვერ გადაგიხადეთ იმისთვის, რაც ავადმყოფოში გააკეთეთ. სიკვდილს გადაგვარჩინეთ, გმადლობთ. ჰალილ იბრაჰიმი გუშინ ჩვენების მისაცემად მოვიდა. სჯობდა არ მოსულიყო. ილმაზის ცოცხალი იმიტომ გადამირჩა, რომ შენ მოხვედი. ზუსტად ასე მითხრა. ეს ხომ ჰალილ იბრაჰიმია? ნუ თუ ადამიანი კანონის წარმომადგენელს ეტყვის, შენ რომ არ მოსულიყავი, ჩემს საქმეს დავასრულებდიო. ამისთვის ან დიდი ხნის ნაცნობები უნდა იყოთ, ან რამე მიზეზით თქვენი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. ცოტა ხნის წინ პროკურორთან მივიდა და სთხოვა თქვენი ძმა გამოუშვან. ამის შესახებ დიდხანს ელაპარაკა, უთხრა, კარგი იქნება ასე თუ მოხდება. საჩივარს გავიტანდა, გამოუშვითო. მართლა ზეინეფანი, როგორც გავიგე, მამა თქვენი გამოგეთდა. მართლა ასეა?
სამწუხაროდ ახლა არ ვიცი რა გითხრათ. არ ვიცი. შეგეძლიათ მშვიდად იყოთ. ახლა იმ მდგომარეობაში არ ვარ, რომ გამოძიება დავიწყო. დღეს საქმეს ჩამომაშორეს. რატომ? იმ მიზეზით, რომ ილმაზ მარტენი საავადმყოფოში $500,000 სანაცვლოდ გაიქცა. რას ამბობთ? ეს სისულელე ვინ მოიგონა? ჩემს სახელზე ანგარიში გახსნეს საზღვარგარეთ და ფული გადარიცხეს. რა ხალხია მართლა არაფერი მესმის. როგორ შეიძლება ცილი დასწამო ადამიანს, რომელიც თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს? ზუსტად ისეთ ადამიანებს წამებენ ცილს, რომლებიც მოვალეობას პირნათლად ასრულებენ. და რა ქნეს მაშინვე მოვალეობას ჩამოგაშორეს? დიახ, ჩამომაშორეს, მაგრამ ეცდებიან სიმართლე გაიგონ. გამოდის, ხალილ იბრაჰიმის საავადმყოფოში სიკვდილს გადაარჩინეთ, მის სიკვდილს ხელი შეუშალეთ და ახლა ეს წინააღმდეგობა ჩამოიშორეს? ზუსტად ასეა. თქვენი ყავა მზადაა. ჯანმრთელობა არ მოკლებოდეს ედანურ, გმადლობ. გმადლობ. გემრიელად მიირთვით. თქვენ როგორ ხართ ედანურხანი? ნორმალურად. უკვე უკეთესად. და თქვენ როგორ ხართ? სამსახურიდან გამოუშვეს. როგორ? შეგეძლიათ ახლა ოგუზი დამიძახოთ. ამაზეც კი წავიდნენ? ცოტა ხნის წინ სემას ვეუბნებოდი. ასეთ პატიოსან ადამიანს, როგორიც ოღუზია, აქ მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მისცემენ. და აუცილებლად რამეს დაუშავებენ მეთქი. მაგრამ ვერც ვიფიქრებდი, რომ სამსახურიდან გამოგიშვებდნენ. ეს ასე მარტივია? ჩვენ ბრძოლას ვართ მიჩვეული, მნიშვნელობა არ აქვს მოვალეობას ჩამომაშორეს თუ არა. მგონი დაბრუნდნენ. ისინი არიან. კეთილი იყო შენი დაბრუნება. გმადლობ. უფროსო? ეს უთია ბიძია დერვიშმა რაღაც მითხრა, იმედი მაქვს სიმართლე არ არის. თუ ბიძია დერვიშმა გაიგო სიმართლეა. დაბრძანდით. გმადლობ. საღამოშვიდობისა. რა მიზეზით ჩამოგაშორეს მოვალეობას? ფიქრობენ, რომ ილმაზის საავადმყოფოდან გადაცებაში ხელი შეწყობისთვის $500,000 აიღო. ახლა გასაგებია. ძავალ სამზარეულოში დავეხმარები, სადილს ამზადებენ. თქვენ ხომ დარჩებით? დარჩება. ჩვენი სახლი თქვენი სახლია. შეუძლიათ ერთ დღეში სახლიც დაგაკარგინონ. თქვენი დანახონების მიერ დროს გაგვიხარდება. გმადლობ. მეც დაგეხმარები. სემა სად არის? სამზარეულოში. წამოდი ბაღში გავიდეთ. თქვენ გადით, მეც ახლა ვემოვალ. დენთის სუნი რატომ გაქვს? დაუთის ძმას ესროლა? მოკლა. ყოჩაღ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება, ძალიან სწორ დღეს. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ გამოგიშვებდნენ, ვიფიქრეთ, დაგვეხმარებოდი. ძალიან კარგად გიფიქრია, მართლა. იმედი მაქვს, მოწმეები არ დატოვე. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მტკიცებულება ბევრია. ფიქრეთ, იაბუზი და ლევენტი კონფლიქტური ადამიანები არ არიან, ვიტყოდი, რომ იციან თავს, როგორ უნდა დაესხნენ, მაგრამ ჩვენ ისედაც უბრალოდ სასაუბროდ წავედით. კარგი ძმაო, იმედი მაქვს, შენს მეგობრებსაც უთხარი ეს ფრაზა ესწავლათ. თხოვთ. ეს ადამიანი არასდროს დამშვიდდება. ძმა მეჰმედალი როგორ არის? მასთან არ წახვედი? არა, საქმე მქონდა. ფიქრეთ გეყოფა იმის ლაპარაკი, რომ საქმე გქონდა. ამის გამო უკვე ძალიან ბრაზდები. რა საქმე გქონდა? კარგი, გეტყვი ჩემო სიცოცხლე, იმის გამო, რაც დაუთის კაფეში მოხდა, დაუთის სანახავად წავედით ხალილ იბრაჰიმთან ერთად. ჩვენთან საუბარი არ მოისურვა და უნდოდა ჯერ წავსულიყავით და პატიება მისი ძმისთვის გვეთხოვა. წავედით, ყველა მოვკალით მისი ძმის ჩათვლით და ისე გამოვედით. შემდეგ სახლში მშიერი დაბრუნდი, მეგონა ცოლი მკითხავდა, ხომ არ მშია და არა სად ვიყავი. სულ ესაა. ფიქრეთ, ეს სიმართლეა? აი, ახლა ხუმრობის ხასიათზე ვარ? მაგრამ არ მჯერა, რომ დავუთის ძმა მოკალი. ჯერ კიდევ არ დაგისვამს კითხვა, რომელსაც ველოდი. თუ არ მკითხავ, მეგეტყვი. ძალიან მშია. კარგი, ახლა ვერამეს მოგიმზადებ. მაგრამ ეს ხომ დასასრულია? ღმერთმა ქნას ყველაფერი შენ არ დაგბრალდეს. ვის გინდა რომ დაბრალდეს აიშე? იაბუს თუ ლევენტს? ეგენი ჩვენთან ერთად იყვნენ? ჩვენ ხომ პარტნიორები ვართ. საერთო მტრები და მეგობრები ყავს.
არასაყვარელო ეს საქმე დავუც არ დარჩება. მამა ლევენს ბიძია გიავუს მოკლავს და ამით დამთავრდება. აიშე, შეგიძლია საჭმელი მომიმზადო. რა მოხდა? შენი ქმარი ფაქტზე გამოიჭირე? როგორ ჩანს ეგ ლევენტი ჯერ არ მოსულა და არაფერი იცი. რა არ ვიცი? დამლა მოიტაცა? ტვინი სულ გამოგეცალა დეიდა. რა დამლა? ხალილ იბრაჰიმ შეეკრნენ. ფიქრეთი იავუზი და ლევენტი ყველა ერთად წავიდნენ და დავუთის ძმა მოკლეს. მეჰმედ ალის შვილის მკვლელობისთვის შური იძიეს. რა? რიზვან. დეიდა ჯერ მე მელაპარაკე. რაზე უნდა გელაპარაკო გათიშა? ასე რა მოხდა? შენმა შვილმა სადა სიცოცხლე თვითმკვლელობი დაემთავრებინა, აი რა მოხდა? ლანგარი წამოიღე. რა? რიზვან. რა მოხდა ასიე? დავუთის ძმა მოკლეს. ვინც მოკლა? უბედურება უპოვია ასიე, ჩვენ რა შუაში ვართ? ნუ თუ ლევენტმა მოკლა ასიე. ლევენტი იავუზი ფიქრეთი ყველა ერთად იყვნენ. მიერთვი. რას ამბობ ასიე? ეს ვინ მოიფიქრა? ასეთ სისულელეს არ გააკეთებდნენ. შენმა ქალიშვილმა მითხრა, აიშემ. ფიქრეთმა უთხრა? სხვა ვინ ეტყოდა? მისმინე, ძალიან ცოტა თხილი დავამატე. წადი სამზარეულოდან თხილის ქილა მოიტანე. გაჩუმდი ასიე, აქ ჩემი შვილი სიცოცხლეზე ვლაპარაკობთ. ეს კი თხილს ჭივის. ახლა რა უნდა ვქნათ? ბანკო ახლებურად იხსნება, გასაგებია? მომისმინე, არავის არაფერს ეტყვი. გესმის? ჩვენ შორის უნდა დარჩეს. ძმაო ლევენტ, როგორც მითხარი, უამრავი ადამიანი მოკალით. მაინც გაიგებენ. მომისმინე, რა გააკეთეთ, ლევენტ? რა გავაკეთე? ლევენტ, მითხარი, რომ დავუთის ძმის მკვლელობასთან არაფერი გაკავშირებს. ჯერ ეს ხელები მომაშორე. მოგიყვებით. ძალიან გემრიელი გამოსულა. ვინ მოამზადა დეიდა? შენ მოამზადე? წინასწარ რომ გეთქვათ, შენს ხალვას მოვამზადებდი. ნუ შეაკლია. შვილო, ნუში დაივიწყე. მოგვიყევი, მიდი, ამ საქმესთან რამე კავშირი გაქვს თუ არა? შვილო, ამასთან კავშირი გაქვს? მაქვს, დედა. მაქვს. ჩვენს მაგიდასთან ადამიანი მოკლეს. და ჩვენის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. კონკრეტულად ვის გულისხმობამ ჩვენში? ლეტოს ოჯახს. კულპას ოჯახს. კარასუს ოჯახს. მე შენ რას მიზამ? მომკლავ? შეგიძლია არ გაისარჯო. ძალიან მალე დავუთი ერთ-ერთ ჩვენგანს ისედაც გაგვისტუმრებს იმ ქვეყნად. ტყუილად ნუ გახდები საკუთარი შვილის მკვლელი. შენც იგივეს გირჩევ, მამა რიზვან. აქედან მოშორდი შვილო. და მაინც ნუ შეაკლია. გთხოვ, დედიკო. აბა? სასტუმროში გაიგითხე, ფიქრეთმა ვისთან უღალო დაიშეს. დედა, მართლა გინდა ამ საქმეში ჩაერიო? გინდა ადამიანებს ოჯახი დაუნგრიო ჭორების გავრცელებით? ჭორებს გავავრცელებ თუ არა, შენი რა საქმეა? ღმერთო. თავარია რომ მე ვიცი.
მსგავსი საკითხები კოზირია ჩემს ხელში. აი ნახავ, დადგება დღე და დამჭირდება. კარგი. გინდა რომ კოზირი გქონდეს? გეტყვი. ფიქრეთთან მე ვიწექი. გაიმეორე რა თქვი. რას ბოდავ? იცოდე ახლა. დედა ნარგის, მამა დურსუნი იევოს მოკლავს, რამე მოიფიქრეთ. რა? იჩქარეთ. თავი ვინგონია შვილო, რომ ჩემი ნებართვის გარეშე ასეთ საქმეებში ერები. ხვდები მაინც რა უბედურება მოგვიტანა, იდიოტო. მოკლავ, ჩემი ხელით მოკლავ. დურსუნ გაუშვი. ეს უსაქმური ზურგზე ტვირთად შენ გამოგვაწევს. იევოს რა გააკეთე? ჰალილ იბრაჰიმს შეეკრნენ და დავუთის ძმა მოკლეს. ლეილა, ახლავე მაღლადი და ბარგი ჩაალაგე. პასპორტიც აიღე სასწრაფოდ. გაემგზავრებით და უჩქარე. არსად არ მიმემგზავრებით, დედა, არსად. არასწორი არაფერი გაგვიკეთებია. ის გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო. რას ნიშნავს არ მიდიხართ? დაუთი ამის გამო პასუხს გაგებინებთ. მოვიდეს და ვუპასუხებთ. მისი ჯერიც მოვა. ამ იდეებს ვინ გაწმდის შვილო, ჰალილ იბრაჰიმი? წარმოდგენა არ გაქვს რა ჭაობში ეფლობი. დამშვიდი. თქვენი ცხოვრება წმინდაა? მხოლოდ იმიტომ რომ თქვენი შვილები თქვენგან ფარულად რამეს აკეთებენ, ჭაობში იფლობიან. მამა, ჩვენ თვალწინ ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. რა უნდა ეკნათ? ჩემი აზრით კარგად მოიქეცით ძმაო. მე ვთვლი რომ სწორად მოიქცა. სამივე მოშორდით აქედან, ახლავე. ჩემმა თვალებმა არ დაგინახოთ. სემა უკვე უკეთესად ამზადებ. მართლა? ფლავი ხომ ძალიან გემრიელია. წონაში მოიმატებ. ამ კერძით ვინ უნდა დაკმაყოფილდეს ღვთის გულისათვის. ლობიო მომაწოდეთ. მომეცი. კარგი. მართალი გითხრათ, კარგია რომ მოხვედით კაპიტანო, ყოველთვის ჩვენ ხომ არ ვიქნებით თქვენი სტუმრების საკანში. დღეს თქვენ ჩვენი სტუმარი ხართ. ხო მართლა კაპიტანო, ვერ ვიტყვით რომ ისეთივე როგორიც თქვენთან, მაგრამ თქვენი საკნის მსგავსი ოთახი ჩვენს გვაქვს. დღეს საღამოს იქ მოგათავსებთ. გმადლობ, დიდი მადლობა, ჯერჯერობით დასარჩენი ისევ მაქვს. დარწმუნებული ვარ რამდენიმე დღეში გაგამართლებენ და მოვალეობას დაუბრუნდებით. ცელი დაგწამეს. მალე ყველაფერი გაირკვევა, არა ჰალილ იბრაჰიმ? აუცილებლად გაირკვევა, მაგრამ ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. პროკურორთან კარგი ურთიერთობა მაქვს, იმედია შევძლებთ თქვენთან დაკავშირებით შეუთანხმდე კაპიტანო. არა, მხოლოდ ეს გამაკლდა. მაშინ სამსახურში ნამდვილად ვეღარ დავბრუნდები. კაპიტანს კარგი იუმორის გრძნობა ჰქონია. ყველაფერი ძალიან გემრიელია, ღმერთმა მარჯვენა დაგილოცოთ. დიდი მადლობა, ახლა კი თქვენი ნებართვით მე დაგტოვებთ. რატომ ჩქარობთ? დესერტიც გვაქვს. ახლავე მოგიტანთ. ამაღამ დარჩიოლოს. საერთო საცხოვრებელში მარტო რა უნდა აკეთო? ცოტას ვისაუბრებთ. რა იქნება? როგორ გაგრძელდება შენს ადგილზე ვინ მოვა? რა თქმა უნდა ძალიან ბევრი სასაუბრო გვაქვს, მაგალითად რაელის ილმაზ მარტენს. რა მოუხერხოთ რიзвან ლეტოს? კაცი იმდენად გამოკეთდა რომ ჩვენი გოგონა მძევლად ყავდა. ალბათ მოხსენება უკვე გააფორმა. როგორც კი რამე ხდება, ილმაზ მარტენი ვით იწყებს მოქმედებას. კვალის წაშლას იწყებს. მეგონა ილმაზის უკან მამამისი იდგა, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ რომ მის უკან რიзвან ლეტო დგას. მათ შორის რა კავშირია? მათ ხომ ბატონი მეჰმედ ალის ვაჟი მოკლეს, ასე ამიტომ ამბობს. ილმაზ მარტენის ხელმოწერას გავს. მიმალვაში მყოფი დახმარების გარეშე ამას ვერ შეძლებდა. ნამდვილად. ამაღამ ჩვენთან დარჩით კაპიტანო, დილამდე ყველა ეს თემა განვიხილოთ. როგორც ჩანს, დაძინებას ვერ შევძლებთ, სიამოვნებით დავრჩები. ხო მართლა, ჯეილანის ძმაც პოლიციელია კაპიტანო. ჩემი ძმა, მურათი. მართლა? სად მსახურობს? გვითხრეს რომ საზღვარზეა. ახლა კონტაქტი არ გვაქვს. იშვიათად ტელეფონით ვსაუბრობთ. ახლა არ ვეკითხებით სად არის ან რა საქმიანობს. კაპიტანი თანამდებობიდან წამოვიდა. ამის შესახებ უფრო ადრე უნდა გეთქვა. სამსახურიდან წამოსვლა რა შუაშია. უფროს ლეიტენანტ ოგუს ბევრი ნაცნობი ყავს და შეიძლება მათ იცოდნენ. რა თქმა უნდა, მის შესახებ ინფორმაცია მომაწოდე, სტილით დავაზუსტებ. გმადლობ. რძის დესერტი მოვამზადე, ხომ გიყვართ? მართალი გითხრათ ძალიან. მაშინ დესერტს მოგიტანთ და მარტო დაგტოვებთ. ჯერ არ დაგისრულებიათ. არა უშევ, წამოდით. ჯერ ფლავი არ გიჭამია. შვილო, ლობიო მომაწოდე. კაპიტანო, ლობიოს მიირთმევთ? გმადლობ.
ამ სახლში აშკარად პრობლემები გვექნება. სადმე ხომ არ გადავიდეთ? შეიძლება ჩემო ლეილა, შეიძლება. გადავალთ, მაგრამ ახლა არც ამის დროა და არც ადგილი. არცად წავალ, სანამ არ ვნახავ მამაჩემს მოსაზრებას როგორ ეთანხმება. მართალი ხარ. ასე მეწოდინება მაინც შენ ზურგს უკან რამეს თუ გეგმავენ. მართალი ხარ. სხვათა შორის დედა შენსა და დამლას შორის დაძაბული ურთიერთობაა. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ როგორც კი შევდივარ, მაშინვე ჩუმდებიან. ალბათ ლევენც უკავშირდება. არ ჩაერიო საყვარელო არღებს, ნუ ჩაერევი. ის რაც ცოტა ხნის წინ მითხარი არ ყოფილა. შენსა და ფიქრეთ შორის არაფერი ყოფილა. დედიკო, ხომ ამბობდი რომ ყოზრი გინდოდა? მეც მოგეცი. რამე უკეთესი გაქვს? ჩემთვის შეიძლება ყოზირია შვილო, მაგრამ შენთვის დასასრულია. ინფორმაცია მოიძიე, გაარკვიე. ეს ერჯერადი სისუსტე იყო, ზუსტად ასე იტყვი. კარგი. აი შესვეტყვი, მაგრამ ლევენს რა ვუყოთ? შენი აზრით ლევენს უფლება არა აქვს იცოდეს, როგორ ქალზე ქორწინდება? შენი მიზანია ლევენს ცოლად არ გაყვე? ჩემი მიზანი ისაა, დედა, რომ საერთოდ არ გავთხოვდე. ყოველ შემთხვევაში დაძალებით. ძმაო ლევენტ, გაგიჟდი? აზროვნების უნარი სულ დაკარგე ძმაო, გაგიჟდი? მომისმინე, მეუბნები რომ შეყვარებული ხარ და დამლაზე ქორწინდები, მაგრამ ამავე დროს ჰალილ იბრაჰიმ სიკვდილთან შესახვედრად მიყვები. ფერ გავიგე, თამერ. არავის არსად მიყვები, ჩემს საქმეს ვაგვარებ. ჩვენი მეთაური ფიქრეთია. ერთი ჩვენგანი მისი მარჯვენა ხელია, მეორე მარცხენა და წერტილი. ძმაო ლევენტ, ასე ადრე იყო, სანამ მამა ფეხზე დადგებოდა, მანამდე იყო, სანამ ძმა ფიქრეთი ჰალილ იბრაჰიმს დაუმეგობრდებოდა. გესმის? თამერ, ჩვენი ლიდერი ფიქრეთია, მოინდომებს იმეგობრებს, მოინდომებს ომს დაიწყებს. მომისმინე, შენ ზუსტად ისე ფიქრობ, როგორც ისინი. იმ ოთახში. ასე ნუ იქცევი. გუშინ ჰალილ იბრაჰიმს ცოცხალი ძლივს გადაურჩი. შვილო, მომისმინე, შეიძლება ეშენი უკანასკნელი შანსი იყოს. შეჩერდი. ამჯერად შეიძლება მეც ვერ გიშველო. ხომიც მიყვარხარ. მეც მიყვარხარ ძმაო. მაშინ მაკოცე. მოდი ჩემთან. თავს გაუფრთხილდი ძმაო. შევთანხმდით? თავს გაუფრთხილდი. ესე იგი ჰალილ იბრაჰიმის გეგმა ძალიან მარტივია რა? ჩვენ შვილებს იყენებს იმისთვის, რომ ჩვენზე შური იძიოს. ვერაფერს ვიზამთ ნესიმ. ხორცმა თულპობა დაიწყო, უნდა მოვჭრათ და თავიდან მოვიშოროთ, სხვა გზა არ არსებობს. მე ერთადერთი ვაჟი მყავს. ასევე დურსუნს. როგორ უნდა მოვიშოროთ? ჯერ ისევ ახალგაზრდა ხარ ძმაო ნესიმ. როგორ ლაპარაკობ ასია? რა ვთქვი? დღემდე უამრავი რამ მithქვამს და მხოლოდ ამ ფრაზამ გაგაბრაზა? ისინი ხომ ჩვენი შვილები არიან? შვილები. მზად არიან ომი გამოგიცხადონ. ორი ვარიანტი გაქვთ. ან ძალაუფლება თქვენ ხელში უნდა აიღოთ,